ერთი რაღაც მოგონება რო გამოვარჩიოთ, ხო? აი 2025 წელი რო გაგახსენდება, აი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შენთვის რა იყო? შეიძლება პირადული იყო, პირადი ცხოვრებიდან იყოს, შეიძლება კარიერულად. პასუხი ადვილი არის ჩემ ბავშვის დაბადება. მართლა, როდის? მე პირადად გამომშა ეგ ამბავი. ოკეი, შეიძლება ალბათ უმრავლესობას, იმიტომ რომ არ ვაშუქებ ამ ინფორმაციას. ესე და მოდი ესე ვქოთ პირადულად ვინახავ. ძალიან მაგარია, მაგრამ ნუ გილოცავ. შეიძლება ვკითხო გოგოა თუ ბიჭი? გოგოა. გოგოს მამა ხარ? მეტის qalobit, დაყოფილი. ვაუ, აი ძალიან გამიხარდა, რავი, ღმერთმა ჯანმრთელი გიგზავნოს და წარმატებული და რაც თავარი ბედნიერი. აი, ეგრე მაგრად დავიწყეთ, მაგრად. აი უკვე ნახე სიახლე გაქვს. უკვე სიახლეა, უკვე ანუ შოკის მომგრე. ეგ ნიუანსი, ეგ ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ჩავრმავებულ ვარ ჩხუბის მერე, მაგრამ აღნიშნე რომ მეთქი ამჟამად მეთქი რაც მინდა ეს ჩავიდე მეთქი და ჩემს ბავშვს ჩავეხუტო თქო, მაგრამ ზოგადად ხო იცი, რა ვიცი, ყურადღება არ მიაქციეს. რა ძალიან კარგი არის, მაგრამ ზერმად ხო, ეგ აი ასე. 2025-ში დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი. ვაუ, რა მაგარია, მოკლედ, აი ძალიან გამიხარდა, თან განსაკუთრებით რაღაცნაირად. მგონია რომ აი გოგოს მშვენიერი girl dad იქნები, ეგრე ვთქვათ. 100% რატომაც არ მერცხალი. ძალიან მაგარია. ისე სხვათა შორის ხო, აი საინტერესო, ნუ მესმის შენი ის მიდგომაც, რომ პირადი ცხოვრება პირადად შეგინდა დაიტოვო, იმიტომ რომ მაინც და მაინც საჯარო ადამიანი ხარ და იმას, მაგრამ ზოგადად მგონი შენზე ყველაზე ცოტა ვიცით.